სამშენებლო სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტი და პროფესიული განათლების როლი ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდის ფონზე სპეციალისტებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა საჭირო უნარების მქონე კადრების მოძიება სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. სწორედ ამ გამოწვევებზე და ბიზნესისა და განათლების სისტემის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზების გამართულ შეხვედრაზე, სადაც სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობდნენ. Როგორ პასუხობს პროფესიული განათლების სისტემა სამშენებლო სექტორის საჭიროებებს და რა როლი აქვს პროფესიულ კოლეჯებს მოთხოვნადი სპეციალისტების მომზადებაში, თემაზე ვცვლად კოლეჯ სპექტრის დირექტორ მათე ტაკიძესთან ერთად ვისაუბრებთ. ბატონო მათე, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. საუბარი დავიწყოთ პირველ რიგში სწორედ შეხვედრით, რომელიც ვახსენეთ, საინტერესოა, რა იყო მთავარი წინაპირობა ამ შეხვედრის, რა საკითხები დაისვა და გადაჭრის გზებიც თუ გაჟღერდა. კი, გაჟღერდა, მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და ძალიან დროული შეხვედრა იყო და მადლობა მინდა გადავხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მინისტრს პირადად. გამომდინარე იქედან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრა ბიზნესი და პროფესიული განათლების მესვეურთა, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ დეფიციტზე, როდესაც ვსაუბრობთ გარკვეულ დისბალანსზე, რომ ბაზარს ვერ მიეწოდება იმდენი კადრი, რომელიც არის უნარებით აღჭურვილი და მაღალკვალიფიციური და მუდმივად ამაზე არის აპელირება ბიზნესის მხრიდან, სამინისტრომ მოახერხა და შეკრიბა ყველა სამშენებლო ბიზნესი, ძალიან გაფართოებული ტიპის შეხვედრა იყო, რომელსაც ესწრებოდა ყველა მოქმედი ოპერატორი, რომელიც საქართველოში ოპერირებს სამშენებლო ინჟინერიის დარგში და ყველა ის კოლეჯი, რომელიც სამშენებლო ინჟინერიაში ოპერირებს ასევე საქართველოში, როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან. შესაბამისად იყო ძალიან საინტერესო დიალოგი, გამოწვევებთან დაკავშირებით დიალოგი, როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს გზები და გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა პირდაპირ შეხვედრა მოახერხა პროფესიული განათლების მიმართულებებთან, შესაბამისად ეს იყო ძალიან კარგი და ჩვენ გავცვალეთ და კომუნიკაციები, გავცვალეთ ურთიერთობები და მინდა გითხრათ, რომ გუშინვე პრაქტიკულად ყველა კომპანია, რომელიც იგი ესწრებოდა, ყველა მათგანმა უკვე მოისურვა დაკავშირება, კომუნიკაცია, ჩამოყალიბება, გამომდინარე იქედან, რომ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ მათგანს სამწუხაროდ არ ქონდა ინფორმირება პროფესიული განათლებაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, ამ სტანდარტებთან დაკავშირებით, ლაბორატორიებთან დაკავშირებით, ესეთი მაღალი სტანდარტებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე საჯარო კოლეჯებთან დაკავშირებით და გუშინ მიიღეთ მათ ამომწურავი ინფორმაცია, თუ როგორ ხდება ყოველივე ეს როგორც გრძელვადიან სეგმენტში, ესევე მოკლევადიანი მომზადება გადამზადებისა და ბატონო, თქვენ წლებია საუბრობთ სწორედ ბიზნესის ჩართულობის აუცილებლობაზე, დუალური განათლების აუცილებლობაზე. და გამოწვევად სახელდებოდა ხოლმე ბიზნესის არააქტიურობა. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი თავად ხედავს საჭიროებებს და თვითონ არის მონდომებული ამაზე. ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ჩვენ ამისა, ძალიან ბევრი მაგალითი, იმიტომ რომ უამრავი ბიზნესი გვეკონტაქტება, მათ შორის სერიოზული ინვესტიციები საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით, მათ შორის კერძო საჯარო პარტნიორების განვითარების მიმართულებით, იმიტომ რომ ბიზნესმა მათ შორის კოლეჯების შექმნა სახელმწიფოსთან ერთად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ბიზნესი ძალიან სწორად ხედავს ამ ყველაფერს, თუმცა ინფორმაციის ნაკლებობა იყო აქ. საუბარი არის ფართო პრიზმაში, როცა განვიხილავთ ბიზნესი დიდი არის, ბევრი ასე ვთქვათ ბიზნეს სექტორი არსებობს და შესაბამისად ამ სექტორულ განვითარებას ჭირდება, რომ ჩვენ ინფორმაცია მივაწოდოთ. ამიტომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გუშინდელი ეს ორგანიზაცია და ორგანიზება შევხედროდით ბიზნესი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბიზნესმა მიიღო პირველი ამომწურავი ინფორმაცია, მეორე მათ წვდომა აქვს უკვე პროფესიულ კოლეჯებთან, შეგვიძლია რომ ყველა მიმართულებით გადაკვეთა მოხდეს და მათი ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ან ახალი პროფესიები შემოვიტანოთ და მოვახდინოთ მათი ავტორიზება და ბაზარზე შემოვიტანოთ, ან საჭიროებები დაინახეთ. დავინახეთ და მათაც დაინახეს ეს საჭიროებები, იმიტომ რომ გუშინვე გაჟღერდა და გახმოვანდა, რომ ბევრ მიმართულებაზე მათ აქვს სრული დეფიციტი, არა მხოლოდ ახალი კადრების, არამედ არსებული კადრების გადამზადების საჭიროებას ხედავენ. და ჩვენ ეს შეხვედრა ზუსტად დაგვეხმარება იმაში, რომ დავიწყოთ ეს კომუნიკაცია, გუშინვე შევთანხმდით, მე გეტყვით, რომ სადღაც
ჩვენ მარტო ჩვენ ერთ კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით დაახლოებით 15 სხვადასხვა ბიზნესის კომუნიკაციასთან და კომუნიკაციას დავიწყეთ მომავალი კვირიდან, იმიტომ რომ იმდენად დიდი ყოფილა საჭიროება ბიზნესმა, იმდენად სწორად დაინახა ეს ყველაფერი და იმდენად კმაყოფილები იყვნენ გუშინდელი შეხვედრით, რომ მე ვფიქრობ, რომ აი ესეთი შედეგიანი შეხვედრები გვაძლევს საშუალებას იმისას, რომ ერთი მხრივ ინფორმირებული იყოს ბიზნეს სექტორი, მეორე მხრივ კოლეჯებს საშუალება ჰქონდეთ პირდაპირ შეხვედრის ბიზნეს სექტორთან, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე მუდმივად საუბრობდით, როგორ შეიძლება ბიზნესთან პირისპირ შეხვედრა, დალაპარაკება, იდეების გაცნობა, პროგრამების გაცნობა და მათთან თანამშრომლობის დაწყება. ბატონო მეთე, პროფესიული კოლეჯების მხარეს რომ ვისაუბროთ, რესურსი რამდენად არსებობს, საჭიროებებს საკმაოდ დიდი რესურსი, მე გეტყვით, რომ გუშინ ამაზეც იყო ერთ ძალიან ბევრ მიმართულებაზე იყო საუბარი და მათ შორის ერთი კონკრეტული მიმართულება იყო, თუ კი ბიზნესი მოითხოვს ამ შემთხვევაში და ისინი განაცხადებენ, რომ მათ ჭირდებათ გაცილებით მეტი რაოდენობრივად კადრების მომზადება, კოლეჯები გამტარუნარიანობას გაზრდიან, შესაბამისად მიიღებენ არა პირობითად დავიღოთ კვოტა დაუშვათ, შეიძლება გამტარუნარიანობა იყოს 1500 ადამიანი, მაგრამ ამის გაზრდა შეიძლება. ამიტომ ოღონდ ეს ყველაფერი ხდება ბიზნესის მომართვიანობის საფუძველზე და გუშინდელმა დღემ ზუსტად ეს დაანახა, როგორც ბიზნეს, ესევე ჩვენ და რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ეს სწორად დაინახა, იმიტომ რომ მათთან ჰქონდათ მუდმივი კომუნიკაცია ბიზნეს, მუდმივად იყო აპელირება, რომ მოგვეცით კადრები, დაგვეხმარეთ კადრები და ამიტომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად გააკეთა უზრუნველყოფა შეხვედრა ბიზნესისა და პროფესიული კოლეჯების, ამიტომ შეხვედრა დაიწყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეხვედრა შედგა, არამედ დავიწყეთ შინაარსობრივი ურთიერთობები უკვე და უკვე შედგა შეთანხმებები, რომ მომავალი კვირიდან ჩვენ მოვახერხებთ ყველა ბიზნესთან ეტაპობრივად შეხვედრას, მათი საჭიროებების განხილვას და შესაბამისად უკვე როგორც მოკლევადიან პროგრამებში დავიწყებთ თანამშრომლობას, ესევე მოხდება გრძელვადიანი პროგრამების აპელირება სხვადასხვა ბიზნესის სივრცეებში. ბიზნესმა გამოთქვა გუშინ სურვილ, ისინი მზად არიან არა მხოლოდ იმაში, რომ ეს შინაარსობრივი ნაწილი და რა ადამიანების მომზადებული კადრების, მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმების, არამედ ისინი მზაობას გამოთქვამენ, რომ მზად არიან შემოვიდნენ და სხვადასხვა ინვესტირებები განახორციელონ, იმიტომ რომ ამ საჭიროებას უკვე ყველა ხედავს და თქვენ გახსოვთ, რომ თქვენ დიდი ხანი ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობდა, მადლობა ამისთვის და ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რომ იყო პრობლემა ბიზნესი რამდენად სწორად ხედავდა, რომ მათ ჭირდებოდა პროფესიული განათლება. დღეს ეს საკითხი აღარ დგას, ეს არის ძალიან სწორი მიდგომები, ეს არის რელევანტური მიდგომები, ამიტომ გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ ბიზნესი პრაქტიკულად აბსოლუტურად განიცდის და ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ ისინი მზად არიან და მზაობას გამოთქვამენ პროფესიულ განათლებაში არა მარტო შემოსვლის, არამედ ინვესტირებების, ჩართულობის, ფინანსური ნაწილი და შინაარსობრივი ნაწილი. კი, ბატონო, და გამოწვევების პასუხი იქნება კვალიფიციური კადრი, რა თქმა უნდა. და აქ დგება დღის წესრიგში უკვე დაინტერესებული ადამიანები, ვინც მიიღებენ შესაბამის კვალიფიკაციას, გადამზადდებიან, შეიძენენ პროფესიასთან დასაქმებად. რამდენად დიდია დაინტერესება სამშენებლო ჩვენ თუ ავიღებს დასულთა გადამზადებას, ეს არის მოკლევადიანი სეგმენტი, მე გეტყვით, რომ იმდენად მაღალია მომართვიანობა, რომ ჩვენ პრაქტიკულად რაც არ უნდა გამოვაცხადოთ კვოტა, ყველა მიმართულებაზე არის კონკურსები, შესაბამისად მომართვიანობა არის ძალიან მაღალი და ამდენად ეს არ არის პრობლემური საკითხი დღეს, პრაგმატულად აზროვნებს ქართული საზოგადოება. ჩვენ უფრო ეხლა აქცენტირება გვაქვს გავაახალგაზრდაოთ, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა შემოვიყვანოთ პროფესიულ განათლებაში, ანუ რაოდენობრივად პროფესიული განათლება კიდევ უფრო გავამრავალფეროვნო და კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოვიყვანოთ. დღეს თუ ჩვენი გამოწვევა შეიძლება ითქვას, არის ერთადერთი თემა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოვიდეს პროფესიული განათლების სივრცეში, განსაკუთრებით ახალგაზრდები, იმიტომ რომ პროფესიული განათლების თავარი ხიბლი არის ძალიან მოკლე პერიოდში ღებულობ მაღალი სტანდარტის განათლებას, ხდები კონკურენტუნარიანი ბაზარზე და უამრავი დამსაქმებელი გიღებს კარს. ამიტომ ხიბლი ძალიან დიდი არის, თავარი მაღალია დასაქმების მაჩვენებელი, მოდით ამ სტატისტიკაზე სტატისტიკები პირდაპირ გვიდევს და ეს ბოლო სტატისტიკას გეუბნებით, პროფილური დასაქმების მაჩვენებელი სადღაც 77-დან 80%-მდეა პროფესიული განათლების ინჟინერიას გულისხმობ, სხვა დარგებს ახლა არ ვეხები, რახან გუშინ ინჟინერიაზე იყო საუბარი, 77%, 77.4, სადღაც 80 რაღაც კიდევ ზევით დაახლოებით ესეთი ციფრა პროფილურ დასაქმებაზე მაგ ლაპარაკი. რა დროს ჭირდებათ მათ დასაქმებისთვის საინტერესო სწავლის დასრულების თანავე გეტყვით,
ვთხოვეთ, რომ საინტერესო გუშინ ამაზე გქონდა საუბარი და ბიზნეს ამაზე ვესაუბრე და ვთხოვეთ, რომ ძალიან ხშირად ისინი პირდაპირ სწავლების პროცესშივე უფორმებენ კონტრაქტებს სტუდენტებს და ჩვენი თხოვნა იყო ბიზნესთან მათ შორის გუშინ, რომ მოდი ესე გავაკეთოთ, თქვენ ხო გინდათ მაღალი პროფესიული მომზადების ადამიანები და კონკურენტულ არიან, ვადროვოთ სწავლის დასრულება და შემდეგ, იმიტომ სწავლის პროცესშივე საკეთება ეს ადამიანები და ხშირად არის ხოლმე რომ სტუდენტები ისე რომ დასრულებული არა აქვთ უკვე დაიწყებენ და უკვე მუშაობენ სხვადასხვა ბიზნესებში, ამიტომ ამაზე დასაქმებაზე პრობლემა არ არის. საუბარი არის იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტი ცოდნა მივაწოდოთ და კიდევ უფრო მეტი უნარებით აღჭურვილი გავუშვათ ამ თუ იმ კომპანიაში ეს ადამიანები. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესოა ეს თემა და პროფესიული განათლება კიდევ არაერთ მიმართულებას მოიცავს გაზაფხულის შემოდგომაზე კიდევ გვექნება მიღება მოკლებადიანებზე კიდევ გვექნება მიღება და ვეუბნები მოსახლეობას თქვენი ეთერი. მობრძანდით სწავლა უფასოა და ჩვენ მზადა ვართ თქვენ დაგეხმაროთ არა მარტო განათლების მიღებაში, არამედ გაგიწევთ ჩამდგომლობა ბიზნესთან დასაქმებაში. მოკლედ დროში კვალიფიციური განათლება და ღირსეული დასაქმება. ამის წინაპირობა არის პროფესიული განათლება. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დაგემშვიდობებით კოლეჯის სპექტრის დირექტორი მათე ტაკიძე იყო ჩვენი სტუმარი.